122 დაღუპული და 2500-მდე დაშავებული ასეთია წლის მესამე კვარტალში მომხდარი ავარიების შედეგები. ივლის-აგვისტოს სექტემბრის მონაცემებით თითქმის წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლების ანალოგიურია. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების და ჯარიმების გაზრდის მიუხედავად პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები გამოსავალ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევის ქულათა სისტემაზე მიბმაში ხედავს. ამ კადრებში ნათლად ჩანს თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ავტოავარიებს 122 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. ტურისტული სეზონის გამო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამიტომ ავარიების შემთხვევების რაოდენობა პიკს სწორედ ამ დროს აღწევს. შარშან იგივე პერიოდში ავარიებში 121 მოქალაქე დაიღუპა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ავარიებში 2048 ადამიანი დაშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით ასევე მცირედით გაზრდილი მონაცემია. მხოლოდ წელს წლის 9 თვეში ავტოავარიებში 301 ადამიანი დაიღუპა. ავარიების გამომწვევ მიზეზად კვლავ მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბება რჩება. ასევე ხშირია მძღოლების მიერ შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ფაქტები. მთავარი პრობლემა და მთავარი დარღვევა ჩვენს გზებზე არის სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც კლავს ადამიანებს. ანუ შეიძლება საგზაო მოძრაობის წესები დაარღვიოს მძღოლმა, მაგრამ თუ ის დასაშვება ზღრულ სიჩქარეში ხდება, არ დასრულდეს ფატალურად. ამავდროულად საქართველოში არსებობს ეგრეთ წოდებული შავი წერტილები. ეს ის ადგილებია და გზის ის მონაკვეთები, სადაც ხდება ბევრი საგზაო შემთხვევა. იმედი გვაქვს, რომ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობით გამოვასწორებთ აი ამ შავ წერტილებშიც მდგომარეობას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ქვეყანაში ამოქმედდა სხვადასხვა რეგულაცია. მათ შორის გაიზარდა ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე. თუმცა სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ რეფორმები, რომლებიც გატარდა, არასაკმარისია და საჭიროა სიჩქარის გადაჭარბებაზე რეგულაცია კიდევ უფრო გამკაცრდეს. მნიშვნელოვანი არის მოხდეს რეგულაციის ჩამატება სიჩქარესთან დაკავშირებით და ქულათა სისტემაზე მოახერხოთ, ესე ვთქვათ, მიუღოთ ვიდეო ჯარიმები. არიან ადამიანები, რომლებიც ათასობით ლარის ჯარიმას იხდიან და მაინც კანონდარღვევით დადიან. მინიმალური 5 ქულაც რო დააკეთეს ადამიანს, უკვე ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულია მომდევნო წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 25%-ით შემცირდეს. საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულია 2025 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის შემცირება სულ მცირე 25%-ით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული გეგმების შესრულების მიზნით შექმნილია უწყებათა შორის კომისია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით მოქმედებს. აღნიშნავთ, რომ კომისიასა და ჩვენ სამინისტროს იდენტიფიცირებული აქვს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად მუშაობს ამ გამოწვევების დასაძლებლად. საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, რომ არა ბოლო წლებში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გატარებული რეფორმები გზებზე ავარიების რიცხვი დიდი ალბათობით კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. მათივე თქმით, ავარიების სტატისტიკის შემცირება რთულდება იმ პირობებში, როცა ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 8-10%-ით იზრდება. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ამ კუთხითაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.